ჩვენ გახსოვს, რომ კრიმინალებს საქართველოში ფარველობენ 2012 წლიდან მოყოლებული. Უბრალოდ ჯერ მანამდე ფარველობდნენ 9 წლის განმავლობაში, როდესაც ეს კრიმინალები იყვნენ ხელისუფლებაში და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ევროპიდან და ამერიკიდან სამწუხაროდ, რაც გამოუგნებელია კრიმინალურ რეჟიმს საქართველოში. ხო, უფრო მეტიც ამ რეჟიმს მოიხსენებდნენ როგორც დემოკრატიის შუქურას. ხო, მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული კრიმინალს, აქედან გამომდინარე არ გვიგვირს ჩვენ, რომ 2012 წლის შემდეგ ისინი ფარველობენ უკვე კრიმინალებს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახდენს ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯის დისკრედიტაციას. მე იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო სწრაფად შეიცვლება ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაში არის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ებრძვის deep states, ევროპაში ცოტა უფრო რთულად არის საქმე. თუ არაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ევროპული ბიუროკრატიის სრული დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ხო? ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და აქედან გამომდინარე ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ ევროპაში არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ბუნებრივია ასეთი პროცესები გამოიწვევს საზოგადოების თვალში ევროპის სრულ დისკრედიტაციას. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი საპირისპირო მიმართულებით შემოbrunდება და ევროპა კვლავაც იქცევა სამართლიანობის სიმბოლო და ქრისტიანობის სიმბოლოდ. იმედია, რომ შეჩერდება